გამარჯობა, მე ვარ ნატალია ხულორდავა, ჩვენ ვიმყოფებით დღეს რუსთავის ავტოდრომზე, სადაც საქართველოს საავტომობილო ფედერაციის, ესე იგი პირველი ჩემპიონატის გახსნა საზეიმო ვითარებაში გამოცხადდა. დღეს ჩატარდება შეჯიბრის პირველი ეტაპი, სადაც მონაწილეობას ღებულობენ ფორმულა ალფა, ასევე ლეგენდა, GT და მონოკლასის ავტომობილები. ჩვენ შევხედოთ კადრში თუ რა ემოცია ტრიალებს აქ. საკმაოდ დაძაბული ვარ მეც დაუბრუნდ ყველა მრგოლებიც, იმიტომ რომ ძლიერი კონკურენტები არიან და იმედი მაქვს წარმატებით დავამთავრებთ ამ შეჯიბრს. როგორ შეაფასებით თქვა საკუთარ თავს, რამდენად გაქვთ შანსი გამარჯვების? 50-50. На сегодняшнюю гонку я приехала вообще просто потренироваться. დღევანდელ რბოლაში მოვედი მხოლოდ სავარჯიშოდ. არ მეგონა თუ საპრიზო ადგილზე გავიდოდი. Скорее всего, что я буду последняя. ცოტა ნერვიულობ, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მანქანაც გამიმართლებს და ჩემი ყველაფერი მწყობ. პროგნოზი როგორი გაქვს, ანუ მოგების შანსები რამდენად? მაგას ეს ისეთი სპორტია, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრა და გვიჩვენებს შეჯიბრის შემდეგ შედეგი. გასას ჩემპიონატზე აიღეთ პირველი ადგილი და როგორ იქნება თქვენი დღევანდელი პროგნოზი? რავი, ძალიან ბევრი გამოცდილი, ჩემზე ბევრად გამოცდილი მრგოლელია და არ ვიცი, წინასწარ რა მოხდება. ბოლოს გავიგებთ ყველაფერს. მე გახლავართ ვლადიმერ გლურჯიძე. 1934 წელს დაბადებული. ყოფილი ავტომობილელი ფორმულა 1-ზე, რომელიც ავაგეთ ჩემი ხელით. მე პირადად გულს მიხარებს ასეთი შეჯიბრები ნებისმიერი და უფრო გულს მიხარებს ის, რომ მე ვეღირსე იმას, რომ ჩვენ რუსთავის ტერიტორიაზე გვაქვს ასეთი ტრასა, რომელზედაც ბევრი ევროპელი იფიქრებდა და ისურვებდა, რომ ქონოდა მას ევროპაში ასეთი ტრასა.